მაგავარკვეთ, რომ ალოდაშვილის კლინიკაში არის დაკავებული მამაკაცი მოთავსებული, მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, მას სალი თითის ამპუტაცია დასჭირდა, ეს არის მედიკოსის განცხადება, რომელიც ჩვენთან საუბრისას გააკეთა რამდენიმე წუთის წინ ალოდაშვილის კლინიკის მედიკოსმა, ირკვევა ის, რომ დაკავებულის მდგომარეობა სტაბილურია, ის არის გონებაზე, არის კონტაქტური, როგორც ექიმებმა გვითხრეს, სავარაუდოდ ალოდაშვილის კლინიკიდან დაკავებულს ხვალ გაწერენ და დიდი ალბათობით ხვალვე უკვე გადაიყვანენ იზოლატორში, ან პირდაპირ სასამართლოს ხდომათა დარბაზში მიიყვანენ, თუ დღესვე მოხდება ბრალის წაკითხვა, სწორედ პალატაში დაკავებულისთვის. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან როგორც გარე პერიმეტრზე, ალოდაშვილის კლინიკის, ასევე პალატასთან 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება დღეს მთელი დღის განმავლობაში დაკავებული. 23 რიცხვში 00:34-ზე სასამართლოს დახმარების მიერ შემოყვანილი 42 წლის მამაკაცი დაზიანება იყო მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში, ამპუტირებული იყო თითი, მარჯვენა მტევნის არეშიც იყო, თუმცა იქ ზედაპირული ტრავმები იყო პაციენტთან, ჩატარდა შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. პაციენტი გადაუდებელი დახმარების განყოფილებიდან ავიდა საოპერაციო ბლოკში, ამ წუთას იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში. როგორია მდგომარეობა? ამ ეტაპზე სტაბილური მდგომარეობა პაციენტთან. ტყუის ამოღება მოხდა თითიდან? არა. ტყუიას ვერავინ ვერ დაადასტურებს, არ ვიცით ჩვენ იქ რა იყო და რა შემთხვევა და როგორ მოხდა და დაზიანება რა მდგომარეობაში მიიღო, ეს არ ვიცით ჩვენ. ამას ექსპერტიზა დაადგეს. თვითონ თუ არის ახლა ფონზე? ფონზე არის კონტაქტური არის პაციენტი. ხომარ იცით მისცა თუ არა ჩვენება არ ვიცი, ვერ გეტყვით. ჩვენთან განყოფილებაში არ მიუწია ყოველ შემთხვევაში და დანარჩენი არ ვიცი. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ალბათ კი, ადგილზე არიან, მათ მიერ იქნა მოყვანილი სასამართლოს დახმარებას ახლდათან და მას შემდეგ აქ არიან პალატაში არის ბადრაკთან ერთად. 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშ. სავარაუდოდ ხვალ. სავარაუდოდ წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც პაციენტის მდგომარეობა იქნება იმის მიხედვით. შაინძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად საერთო ჯამში დაიჭრა 4 ადამიანი, ერთის გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, ის საავადმყოფოში შეყვანისთანავე, როგორც მაყურებლისთვის ცნობილია, გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილ ქალბატონს, რომელიც ტაქსით გადაადგილდებოდა შაინძის ქუჩაზე, ის ალოდაშვილის კლინიკაში ყავდათ მოყვანილი, მას დაუმუშავეს ჭრილობა მედიკოსებმა, დაჭირდათ გაკერვა ქალბატონის და უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება კიდევ 2 დაშავებულს რაც შეეხება, ერთ-ერთი მათ შორის არასრულწლოვანია, ამ დრომდე ის კლინიკაში რჩება, სტაბილური არის მდგომარეობა დაშავებულების, თუმცა როგორც ექიმები აცხადებენ, მათ დაჭირდათ ოპერაცია და ოპერაციული ჩარევის შედეგად სწორედ ახლა ისინი ელოდებიან, რომ დასტაბილურდეს მათი მდგომარეობა და შემდეგ მოხდეს გაწერა დაჭრილების. რაც შეეხება მათ გამოკითხვას, ამ ეტაპზე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს დაჭრილები არ გამოუკითხავთ, რადგან ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. სასამართლოს სამინისტროს დახმარების მიერ შემოყვანილი იქნა ახალგაზრდა ქალბატონი, ხემის მიდამოში აღენიშნებოდა მცირე ზომის მცირე სისხლდენი ჭრილობა. პაციენტს გაეწია ქირურგის კონსულტაცია, არსებული ჭრილობა დამუშავდა პირველად ქირურგიული წესით, გაიკერა კვანძოვანი ნაკერით და ყომდა პაციენტი მცირე ხნით გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, სტაბილური მდგომარეობით გაეწერა ბინაზე. რა არეში ქონდა ჭრილობა? ხემის მიდამოში აღენიშნებოდა ჭრილობა. ანუ სტაბილურია და სტაბილური მდგომარეობით გაეწერა პაციენტი. გუშინ 22 ივლისს დაახლოებით 22 საათზე ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადმოყვანილი იქნა 2 ახალგაზრდა ბიჭი, დაზიანებით ერთს დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხრის არეში, მეორეს მარცხენა მტევნის არეში. 17-18 წლის ბიჭები არიან. ახალგაზრდები, რომლებიც გადმოიყვანეს, ჩაუტარდათ ოპერაციული მკურნალობა გუშინვე. დღევანდელი დღის მდგომარეობით ორივე არის სტაბილური, მათ სიცოცხლის ჩაფრთხილება საფრთხე არ ემუქრება. და რა სახის ოპერაცია ჩაუტარეთ? ხრისა და მტევნის არეში. ვერ გეტყვით, თქვი ამოუგეს თუ არა, ჭრილობა იყო, დაზიანება იყო, ჩატარდა ოპერაციული მკურნალობა, დანარჩენს ექსპერტიზა დაადგეს.
დაკავებული მამაკაცი, როგორც გითხარით, ალადაშვილის კლინიკაში არის მოთავსებული. თქვენ კაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ ავტომობილს ხედავთ. ძალოვანი უწყების თანამშრომლები დგანან აქ, ელოდებიან სწორედ პაციენტის გაწერას, თუმცა მედიკოსებისგან გავიგეთ, რომ სავარაუდოდ დღეს არ გაწერენ დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, რაც შეეხება შემთხვევის ადგილზე არსებულ ვითარებას. საგამოძიებო მოქმედებები სრულად არის იქ დასრულებული. ჩვენ გვქონდა მცდელობა გავსაუბრებოდით მიმდინარე ობიექტზე დასაქმებულ ადამიანებს, გვეკითხა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ამოიღეს თუ არა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, როგორც ჩანს ჯერჯერობით არ ჩქარობს ძალოვანი უწყება, რადგან უკვე დაკავებული ყავთ. ნიკა კაპანაძე, სწორედ კაპანაძეს ედება ბრალად განზრახმკვლელობის მცდელობა 2-ზე მეტი პირის მიმართ და ის ახლა მოთავსებული არის საავადმყოფოში, როგორც გითხარით, მას ცალი თითის ამპუტაცია დაჭირდა. რაც შეეხება შემთხვევის ადგილზე თვითმხილველების განცხადებებს, ისინი აცხადებენ, რომ ყოველდღიურად მათთვის ძალიან რთული არის ამ ქალაქში ცხოვრება, რადგან მუდმივად ესმით მძიმე ამბები და აქვთ განცდა, რომ დაუსჯელობის სინდრომის გამო ძალიან ბევრი ადამიანი ჩადის დანაშაულს და ამას უკავშირებენ სწორედ გუშინ მომხდარ საზარელ ამბავსაც. აქ ისეთი ტერიტორია არის, სულ გარეთ ვართ, ეხლა ჩემი 10 წლის შვილიც მაგ დროს იყო გარეთ, მეგობრებთან ერთად სკოლის ეზოში ფეხბურთის სათამაშოდ გამოსული და მეორე შვილი ჩემს მეუღლესთან ერთად დაბრუნდა სახლში, მანქანით გაჩერდნენ და აი იმ წუთის მომხდარი იყო აქ ფაქტი, ჩემი 14 წლის შვილი შეესწრო მაგ ფაქტს, როგორ იყო ეს ძალიან მძიმედ დაჭრილი ბიჭი, უკანა სავარძელზე მისვენებული და ნუ ყველას ეგონა უკვე გარდაცვლილი ისეთ მდგომარეობაში იყო და აბსოლუტური დაუცველობა მაქვს. ჯერ პოლიციის მხრიდან არანაირად არ ველოდები ადეკვატურ რეაგირებას, იმიტომ რომ ყველამ ვიცით ის ფაქტები, რაც ხდება არასათანადო და შერჩევითი სამართლის პირობებში და თან კრიმინალი აი ესე თავისუფლად დათარაშობს და უპრობლემოდ არის გამოსული ციხეები და დაცულები არ ვართ არანა მე პირადად როგორც ახლა მე 5 შვილი მყავს და სულ საფრთხის ქვეშ ვარ მე თვითონ შიშით ცხოვრობ. დაიჭრა ახალგაზრდებიო და ერთი გარდაიცვალაო. თუ იცით თქვენ აქ თუ იყავით მომხდარი დროს, რამ გამოიწვია დაპირისპირება, რატომ გაუხსნათ? გამლელი მანქანა იყო, კაცო. გამლელი მანქანა იყო და მანქანა მოძრავს ეს რო დაიჭრა მოძრავ მანქანაში. რაღაც ხალი იცინოდაო და არ ვიცი, ვერ გეტყვით. ბავშვებს ესროლეს ამის გამო? არ ვიცი, ვერ გეტყვით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენთან იყო სტუმარი, ვინც ციხლი გაუხსნა. დაგილით მოდრა გამაგებელი. არ გაგიგიათ არაფერი? არა. კამერების ჩანაწერები პოლიციამ ამოიღო? არ ვიცი, ქალბატონო, მე არ ვიცი. ეს ობიექტი არის მთავარი ადგილი, რომელიც ახელდება გუშინ დაპირისპირებასთან მიმართებით. კამერების ჩანაწერები თუ მოგთხოვეთ პატრულმა? არავინ არ ყოფილა ჯერჯერობით. არ ყოფილა თქვენთან. კამერების ჩანაწერები რატომ არ ამოიღეთ? ყოველ ობიექტზე გვეუბნებიან, რომ კამერების ჩანაწერები არ ამოგიღიათ. ზილიკოვში, საიდანაც დაიწყო ინციდენტი, არ ამოგიღიათ კამერების ჩანაწერები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და კამერების ჩანაწერებიც იქნება ამოღებული. როდის გეგმავთ? მე ახლა ამ ფუთას აქ. აი, რამ გამოიწვია დაპირისპირება, ის იცით? ჯერჯერობით ვერ გეტყვით. აი, როგორც ვიცით, ვერ გეტყვით ვერაფერს. დაკავების მომენტში სპეციალიზმის გამოყენება გახდა საჭირო. ვერ გეტყვით ვერაფერს. თქვენ იყავით შემთხვევის დროს, როდესაც ხალბორკილს ადებდნენ, სავარაუდო დამნაშავეს? არ იყავით? ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცველად? ვერ გეტყვით ვერაფერს, ვერ მოგახსენებთ. შაინჯის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად 17 წლის ბიჭი ნიკოლოზ ლუნაშვილი გარდაიცვალა. ლუნაშვილს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები ჰქონდა, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს, მიუხედავად იმისა, რომ ის საავადმყოფოში შეიყვანეს მძიმე მდგომარეობაში, ძალიან მალე გარდაიცვალა, როგორც კი ის საავადმყოფოში შეიყვანეს სასწრაფო დახმარების ბრიგადის წარმომადგენლებმა. მომხდარზე გამოძიება დაწყებული არის, დაკავებული არის ერთი პირი, მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ახლა დაკავებული საავადმყოფოშია მოთავსებული, სავარაუდოდ მას ხვალ დილით გაწერენ კლინიკიდან და მოხდება მისი პირდაპირ იზოლატორში გადაყვანა.